ვაგრძელებთ New Hospitalsის რუბრიკით ხერხემლის გამრუდება, ანუ სკოლიოზი მსოფლიოში ხერხემლის დეფორმაციებს შორის ყველაზე გავრცელებული დაავადება. სკოლიოზის განვითარება ნელა და შემომჩნევლად მიმდინარეობს, რის გამოც ხშირად გვიან ხდება მისი გამოვლენა და მკურნალობა. ბავშვებს, რომლებსაც აქვთ მსუბუქი სკოლიოზი, ყურადღებით აკვირდებიან რენტგენის საშუალებით, რათა დადგინდეს გამრუდება უარესდება თუ პირიქით. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს კოსმეტიკის კორსეტის ტარებაც, რათა გამრუდება არ გაუარესდეს, თუმცა უფრო სერიოზული პრობლემების გასასწორებლად უკვე შემთხვევაში შეიძლება ქირურგიული ჩარევაც გახდეს საჭირო. დანდაყოლილი სკოლიოზი ეს იქნება თემა, რომელზეც ვისაუბრებს სტუმართან ერთად. სტუდიაში შემოგვიერთდა ტრავმატოლოგ, ორთოპედი, ხერხემლის ქირურგი ტრისტან ნიშნიანიძე. მოგესალმებით ბატონო ტრისტან. ჩვენთან ერთად. ჩვენ კონკრეტულად თანდაყოლილ სკოლიოზზე ვსაუბრობთ, რას მოიცავს ეს, რას ნიშნავს და როგორ ხდება მისი გამოვლენა. სკოლიოზის სხვადასხვა ტიპები არსებობს და საჯარო სივრცეში მეტნაკლებად არსებობს ინფორმაცია, მაგალითად იდიოპათიური სკოლიოზის, ნეირომუსკულარული სკოლიოზის თუ სინდრომული სკოლიოზის შესახებ, მაგრამ თანდაყოლილი სკოლიოზი საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა, დაახლოებით 10,000 ბავშვი ჩვენ მხოლოდ ერთ შემთხვევაში ხვდებით. ანუ თუ ჩვენ ავიღებთ ჩვენ პოპულაციას და ჩვენ შობადობას, დაახლოებით 40-45,000 ახალშობილი გვყავს, დაახლოებით 4-5 პაციენტზე არის ლაპარაკი წელიწადში. შესაბამისად, ასეთი ინფორმაცია საჯარო სივრცეში არ არსებობს და შევეცადოთ, რომ მივაწოდოთ ჩვენს მაყურებლებს ეს ინფორმაცია. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ თანდაყოლილი სკოლიოზი ეს არის ძვლოვანი პათოლოგიით განპირობებული დეფორმაცია. ანუ ჩვენ ვნახულობთ ხერხემლის სვეტში ძვლოვან პათოლოგიას, ანუ ეგრეთ წოდებულ მალფორმაციას, რომელიც უკვე მეორადად იწვევს ხერხემლის გამრუდებას. უნდა ვიცოდეთ, რომ პრობლემა ყალიბდება გესტაციის პერიოდში, ეს არის მუსლადყოფნის პერიოდში, დაახლოებით მე-3-მე-5 კვირიდან მე-6, მე-8 კვირის ჩათვლით. ეს ჩანს ეხოსკოპიაზე, ანუ ეხოსკოპიაზე ამას ჩვენ ვერ შევამჩნევთ, ვინაიდან საკმაოდ პატარა არის ნაყოფი და რომ შევამჩნიოთ რეალურად ჩვენ არანაირი იარაღი ამ პრობლემის აღმოსაფხრელად არ გაგვაჩნია და სხვადასხვა ტერატოგენული ფაქტორები იქნება თუ სხვადასხვა მიზეზები თუ ეს მალფორმაცია განვითარდა, ჩვენ უკვე ვიღებთ ახალშობილს, რომელსაც აღენიშნება თანდაყოლილი სკოლიოზი და ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ თანდაყოლილი სკოლიოზი ასოცირდება მალის ძვლოვან პათოლოგიასთან და ეს უკვე იწვევს მეორადად ხერხემლის გამრუდებას. ვიზუალურად თუ არის რაიმე შესამჩნევი, გასაგები არის, რომ ეს ხო ძალიან ადრევე ვითარდება, მაგრამ როგორ ხდება ამის დიაგნოსტიკა, მშობელი იგებს თუ როცა ბავშვს ამოწმებს? დიაგნოსტიკა, ანუ მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ძალიან იშვიათ შემთხვევებში ახალშობილს შეიძლება აღენიშნებოდეს ნევროლოგიური ხასიათის პრობლემები, აქ იქნება სენსორული თუ მოტორული დარღვევები და ეს უკვე მიგვანიშნებს იმაზე, რომ რაღაც ხერხემალში არ არის. ანუ პირველ დღეებში მეტნაკლებად არ ხდება. პირველ დღეებში შეიძლება თუ ნევროლოგიური სტატუსი არის გამოხატული, მე ვიძახი ძირითადად ეს ქვედა კიდურები შეიძლება იყოს. თუმცა ესეც იშვიათი შემთხვევაა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მასთან ერთად თანდაყოლილი სკოლიოზთან ერთად ხშირად ხვდებით ესე იგი გულის გარკვეულ მანკებს, ან შარდ-სასქესო სისტემის გარკვეულ მანკებსა და პათოლოგიებს და აქაც უნდა შესწავლილი იქნას პაციენტი. ხოლო უფრო ასევე დამახასიათებელი არის ზურგის გარშემო ჭარბად გამოხატული თმიანობა და პიგმენტური ლაქები, რომელიც ასევე ეჩვევა გატანიებს თანდაყოლილი სკოლიოზზე და ის ბანალური დეფორმაცია, რომელიც ნებისმიერ სკოლიოზის შემთხვევაში ხდება, ეს არის მხრების ასიმეტრია, ნაოჭების ასიმეტრია, თეძოს ფრთების არასწორად დგომა. ეს არის ის ნიშნები, რომელზეც უკვე მშობელმა პედიატრმა უნდა გაამახვილოს ყურადღება, გადააფორვარდოს პაციენტი უკვე შესაბამისად ორთოპედთან და შესწავლილი იქნას პაციენტი. ანუ ეს სიმპტომები დაბადებისთანავე შესამჩნევია? დაბადებისთანავე ძირითადად შესამჩნევია. ტრისტან, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ყოველთვის გვინდა ხოლმე რომ მეტნაკლებად განსაზღვროთ, თქვათ იგივე არის გენეტიკური ფაქტორი, რა შეიძლება გახდეს ასეთი მნიშვნელოვანი პრობლემის გაჩენის მიზეზი და რასაც შეიძლება ეს საფუძველი არსებობს შესაბამისად თუ მშობლებს ან დავუშვათ მეორე რიგის წინაპრებს ქონდა ეს მსგავსი პრობლემა, შეიძლება ეს იყოს განმაპირობებელი ფაქტორი, მაგრამ როგორც აღნიშნეთ, აი მუცლადყოფნის პერიოდში გარკვეული ფაქტორების და ეს არის ტერატოგენული ფაქტორები, ძირითადად ზემოქმედების შედეგად მალფორმაცია ირღვევა და ეს მალფორმაცია ხდება უკვე მიზეზი
თანდაყოლილი სკოლიოზის განვითარებისა. ზუსტად კონკრეტულად განმაპირობებელი ფაქტორი, რომ შემეკითხოთ, ასე სამწუხაროდ ჯერჯერობით ეს არ ვიცით. მაგრამ მნიშვნელოვანი არის ის, რომ დიაგნოზის დაზუსტების შემდგომ და დიაგნოზის დაზუსტება ხდება რენტგენოლოგიური კვლევით, მაგნიტური რეზონანსული კვლევით და კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევით, ეს ტრიადა აუცილებელი ამის, რომ სრული ინფორმაცია მივიღოთ ჩვენ პათოლოგიის შესახებ. ჩვენ გვაქვს სტატისტიკა, არა უკაცრავად სტატისტიკა, არის კლასიფიკაცია თანდაყოლილი სკოლიოზებისა და პრაქტიკულად თანამედროვე მედიცინამდე ჩვენ უკვე ვიცით როგორი ტიპის მალფორმაციას, როგორი განვითარების რისკი ახასიათებს. რა რისკებთან არის კავშირი? დავუშვათ თუ ჩვენ ხვდებით სეგმენტაციის დარღვევის გარეშე მალფორმაციას, ჩვენ ვიცით რომ აქ განვითარების რისკი დაბალია. თუ ხვდებით რომ არის სეგმენტაცია, უკვე და ნახევარმალა დაახლოებით შეიძლება წელიწადში 14 გრადუსიანი დეფორმაციის მატება. ცოტა ახსნათ ისე რომ ყველასთვის გასაგები იყოს ეს ყველაფერი. რა არის ძირითადი პრობლემა, რასაც იწვევს ეს? ძირითადი პრობლემა არის ნახევარმალა, რომელიც მოთავსებულია ორ ჯამრთელ მალას შორის და ნაცვლად იმისა, რომ ხერხემალი გაიზარდოს სწორი მიმართულებით, ნახევარმალა ხელს უშლის მის სწორ განვითარებას და ხდება მისი დეფორმაციული ზრდა. ამიტომ, მაგრამ არსებობს, როგორც თქვი, კლასიფიკაციიდან გამომდინარე სხვადასხვა ტიპის მალფორმაციები. თუ ჩვენ გვაქვს მაგალითად ეგრეთ წოდებული შერწყმული ორი მალა, ამას ლათინურად block vertebrას ვეძახით, ჩვენ პრაქტიკულად დარწმუნებული ვართ, რომ აქ არანაირი დეფორმაციის მატება არ მოხდება და ეს პაციენტს არ დაჭირდება ჩვენი მხრიდან არანაირი ჩარევა. მაგრამ თუ არის დეფორმაციის მკვეთრი მატების რისკი, მაშინ ჩვენ გვაქვს უკვე ორი იარაღი სამკურნალოდ. ერთი რასაკვირველია, ეს არის კონსერვატიული მკურნალობის მეთოდიკა და ძირითადად მოწოდებულია ეგრეთ წოდებული ვილმინგტონის ტიპის და ბოსტონის ტიპის ბრეისი, ანუ კორსეტი, რომელმაც უნდა შეაჩეროს დეფორმაცია, მაგრამ აქ ლაპარაკი არ არის, რომ დეფორმაციას გავასწორებთ. სამწუხაროდ ესეთი რამე ვერ მოხდება. აქ წარმატება ჩვენი მკურნალობისა იქნება მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ დეფორმაცია შეჩერდება და იმ შემთხვევაში თუ გვაქვს აგრესიული ფორმა, სწრაფად მატულობს დეფორმაცია, უკვე ლაპარაკია ოპერაციულ ჩარევაზე. როდიდან რა ასაკიდან ჩვენ ვსაუბრობთ საკმაოდ პატარა ასაკის ბავშვებზე, ხო, რა ასაკიდან არის რაღაც ეს იყოს 1-2 წლის ასაკშიც კი, გამომდინარე იქიდან, როგორი ტიპის დეფორმაცია, იმიტომ რომ თუ არის საკმაოდ სერიოზული გამრუდება, ეს უკვე პრობლემების გვიქმნის ჩვენს გულსხელთა სისტემის მხრივ და შესაბამისად ამ პაციენტებს უკვე თუ სწრაფად პროგრესირებს გამოდის, რომ ანუ სერიოზულად სხვა ორგანოების დაზიანება, ჩართულობა პრობლემები, სხვა გართულებები ახსეთ ახალშობილებს ვეღარ და ბავშვებში, რომლებმაც შეიძლება უკვე სხვა პრობლემების ქვეშ დავდგეთ. აქედან გამომდინარე, არსებობს ქირურგიული მეთოდიკა, ეს არის ჩვენ ამას ვეძახით მეგობრული მზარდი ღეროები, რომელიც უკვე დიდი ხანია და ბოლო 10 დეკადა უკვე 1 დეკადა უკაცრავად დანერგილია ჩვენს დარგში, ვახდენთ იმპლანტაციას აი ამ მზარდი ღეროებისა ხერხემალში და ბავშვის სიმაღლეში ზრდასთან ერთად ჩვენ ვცდილობთ რომ ხერხემალი გავჭიმოთ, ასე დავარქვათ, ოპერაციული გზით და სწორად წარმართოთ მისი ზრდის პროცესი და მივიყვანოთ ახალში ბავშვი უკვე იმ პუბერტატულ პერიოდამდე, როდესაც უკვე შეგვიძლია საბოლოო ქირურგიის სახით მოვახდინოთ ხერხემლის კორექცია, ფიქსაცია და მას შეუძლია გააგრძელოს ცხოვრება ყოველგვარი პრობლემების და როგორი გამოცდილება გვაქვს ნიუ ჰოსპიტალის შესაძლებლობებზეც ვისაუბროთ, რა არის მნიშვნელოვანი ამ ქირურგიული ჩარევის დროს, ტექნოლოგიებს აქ რა როლი აქვს ამ თანამედროვე ყველაფრის გამოცდილების გაზიარებას, რაც მსოფლიოში ხდება, ამ კუთხით რას თავაზობს ნიუ ჰოსპიტალს? ჩვენ ნიუ ჰოსპიტალში დავნერგეთ მსგავსი ტიპის ოპერაციები და ყავს უკვე რამოდენიმე ასეთი პაციენტი, რომელთაც ვკურნალობთ, იმიტომ როგორც მოგეხსენებათ, დიაგნოსტირება ხდება ახალშობილობის ასაკში და დაახლოებით 14-15 წლამდე ეს პაციენტები უკვე ჩვენთან არიან მუდმივი კონტროლის ქვეშ. ამიტომ რამოდენიმე ოპერაცია ასეთის ჩატარდა, საკმაოდ წარმატებით. ბუნებრივია ეს იმპლანტები, რომლებიც განსაზღვრულია ამ ოპერაციის ჩასატარებლად, საკმაოდ მაღალ ტექნოლოგიურია და საკმაოდ ძვირადღირებულიც, რომლის საშუალება უკვე ქვეყანაში არსებობს და ჩვენ შეგვიძლია მომწოდებლებს ვთხოვოთ
დავუყოვოთ და ეს უკვე მოგვაწოდონ. სხვა ტექნოლოგიური აღჭურვილობა, როგორც ბანალური სკოლიოზების შემთხვევაში ჩვენ ხმარობთ, ეს ყველაფერი გვაქვს კლინიკაში. გამომდინარე აქედან პრაქტიკულად აღჭურვილი ვართ ჩვენ მსგავსი ტიპის ოპერაციების. და აქ რა არის გასათვალისწინებელი, თქვა ქირურგიული ჩარევა, გასაგები არის, რომ უკვე რაღაც ასაკში გამეორება ხდება, ხო, ძირითად ოპერაციამდე მიდის, მაგრამ ერთი არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს შედეგი დადგეს, თუ აი რა ძალიან კარგი კითხვა. ესე იგი, არსებობს ეგრეთ წოდებული მაგნიტზე დამყარებული მზარდი ღეროები, რომელიც სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს. რას ნიშნავს ეს? როდესაც მოვახდენთ იმპლანტაციას ამ ღეროებისა, ჩვენ ამბულატორიაში და არა საოპერაციოში, ამბულატორიაში გარედან მაგნიტის ზემოქმედების შედეგად შეგვიძლია ღეროები გავზარდოთ და შესაბამისად დავჭიდოთ. ანუ პაციენტს არ სჭირდება განმეორებული ქირურგიული ჩარევა. სხვა შემთხვევაში, როდესაც ლაპარაკი არ გვაქვს მაგნიტურ ღეროებზე, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ძალიან უმნიშვნელო და მცირე ოპერაციული ჩარევა, მაგრამ მაინც ეს მოითხოვს განაკვეთს და მექანიკურად ღეროების დაგრძელებას. ამიტომ აქ არის განსხვავება და ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა სამწუხაროდ არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დღეს ჩვენ ეს ვქონდეს, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ ძვირადღირებულია, თუმცა ალბათ დადგება ეს დრო და ჩვენც შევეცდებით, რომ ეს ვქონდეს და გაუადვილოთ ამ ბავშვებს დაუშვათ. ბატონ ტრისტან, რაც შეეხება კორსეტს, რაც ხდება იმ შემთხვევაში, როცა არ არის საჭირო თავიდანვე ქირურგიული ჩარევა, აქ რა პირობებზე გვაქვს საუბარი, ან რამდენი ხნის მანძილზე, ან როდის უნდა ელოდოს მშობელი შედეგს, თუ დაუშვათ აი კორსეტთან ეს გადაწყვეტა თუ იქნება მიღებული. მოგახსენებთ, კორსეტის მკურნალობა ინიშნება იმ შემთხვევაში, როდესაც გვაქვს ან მსუბუქი, ან საშუალო ტიპის გამრუდება. ანუ სკოლიოზი იყოფა თავისი გრადუსების მიხედვით სიმძიმეებად. შესაბამისად, როდესაც ლაპარაკი არის 10-დან 40 გრადუსამდე გამრუდების სკალზე, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვცადოთ კონსერვატიული მკურნალობა აი ამ კორსეტების საშუალებით და შესაბამისად, თუ კორსეტით მკურნალობა აღმოჩნდება წარმატებული და ჩვენ მივალთ ასაკობრივ ჯგუფამდე, რომელიც შეესაბამება 13-14 წელს და შევინარჩუნებთ ასეთ მდგომარეობას, ჩვენ უკვე დარწმუნებული შეგვიძლია უთხრათ მშობლებს, რომ ჩვენი მკურნალობა აღმოჩნდა წარმატებული და მას აღარ დასჭირდება არანაირი ოპერაციული ჩარევა. ეს ყველაფერი, ანუ ქირურგიაც თუ კორსეტ მკურნალობის ეს პერიოდი, რაც მოზარდობის პერიოდში უტარდება ახალგაზრდას, ხო, აქ სრულდება თუ უკვე ზრდასრულობაშიც რა არის საჭირო შემდეგ იმისთვის, რომ ამ ადამიანმა იცხოვროს, არ ქონდეს პრობლემები, ორგანოები განვითარდეს ისე როგორც საჭირო. ზრდასრულობაში ძალიან მნიშვნელოვანია უნდა ითქვას, რომ ზურგის და წელის ტკივილები მოსახლეობის და ჩვენი ძალიან დიდი პრობლემაა და განსაკუთრებით იმ ადამიანს, რომელსაც პრობლემა აქვს და გამრუდებული აქვს ხერხემალი, ჩვენ რისკი იმისა, რომ მას აღენიშნებოდეს ტკივილები, ესდება ასეთ პაციენტს. აქედან გამომდინარე, რეაბილიტაცია, სპორტი, ჭარბწოდიანობიდან თავის არიდება არის ერთ-ერთი პრევენცია იმისა, რომ მას არ დაუდგეს ის პერიოდი, როდესაც დაიწყება ძლიერი ტკივილები, წელის გარშემო და ასე. სხვა განსაკუთრებული მოვლას პატრონობას ეს კონკრეტულად ამ შემთხვევას რაც შეეხება და ზოგადად სკოლიოზის ზოგად თემასაც და პრობლემასაც რო შევეხოთ, რა იქნება თქვენი ის ძირითადი რეკომენდაციები, განსაკუთრებით ალბათ მშობლებისთვის, ხო, ეს არის პრობლემა, რომელსაც ბავშვების ასაკში ეყრება საფუძველი, ხო და გარკვეული პირველ რიგში, რასაც პრაქტიკულად ყოველთვის ვამბობ, როდესაც მეძლევა ამის საშუალება, სკოლიოზი არ არის გავრცელებული დაავადება, 100 ბავშვთან აქვს 4 ბავშვს მხოლოდ და მხოლოდ და სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში გონიათ, რომ ყველა სკოლიოზი აღენიშნება. შესაბამისად, მონიტორინგი დააკავდნენ ბავშვები სპორტით, მონიტორინგი თუ შეამჩნევენ რაიმე ტიპის დეფორმაციას, ეს იქნება ასიმეტრია ზურგის გარშემო, ბეჭევის გარშემო, ხერხემლის გარშემო. ამას ვამჩნევთ მშობლებიც, ხო, ეს შესაძლებელია. ამის არსებობს ეგრეთ წოდებული წინ გადახრის, ანუ ადამსის წესი. ნებისმიერ მშობელმა შესაძლებელია თავის შვილი გადახაროს წინ, დააკვირდეს ზურგს და თუ ნახავს ასიმეტრიებს, თუ ნახავს, რომ განსაკუთრებით მარჯვენა მხარე უფრო მეტად არის ამოწეული ვიდრე მარცხენა, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ სკოლიოზი დაიწყო. თუ სკოლიოზი დაიწყება, რასაკვირველია უკვე სპეციალისტმა უნდა დაიწყოს ამ პრობლემის მოგვარება და მოგვარება მდგომარეობს კონსერვატიულ მკურნალობაში, კონსერვატიული მკურნალობის გზა ეს არის ორთეზი, კორსეტი, ან შესაძლებელია რჩევა იყოს მიცემული
ვარჯიშებზე გარკვეული რეაბილიტაციის კურსზე და რასთავარია მონიტორინგი და მონიტორინგი ეს არის მთავარი და სასკოლო სკრინინგი, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არ გვაქვს. სამწუხაროდ არ გვაქვს. რომელია ის ასაკი, სადამდეც გვაქვს მეტნაკლებად დრო იმისთვის, რომ გამოვასწოროთ პრობლემა და დასრულებაში არ შეიქმნას. ჩვენ ახლა გადავიდით იდიოპათიურ სკოლიოზზე და იდიოპათიური სკოლიოზი კი ბატონო, ახლა დრო გვაქვს. იდიოპათიური სკოლიოზის ყველაზე ხშირი გამოვლება არის პუბერტატულ პერიოდში. ეს არის 10 წლიდან დაახლოებით 12-13 წლამდე და განსაკუთრებით ეს ერთად გოგოებისთვის არის დამახასიათებელი თუ სტატისტიკას შევხედავთ 8 გოგოზე 1 ბიჭი მოდის. შესაბამისად აი ეს პერიოდი არ უნდა გაგვეპაროს, როდესაც ლაპარაკობთ მოზარდთა იდიოპათიურ სკოლიოზზე, უნდა დავაკვირდეთ ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ სწრაფად იზრდებიან ბავშვები. მიზეზი თუ მეკითხებით, მიზეზი არ ვიცით რატომ რუდდება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გარკვეული ღონისძიებებით ან შევაჩეროთ დეფორმაცია, თუ შორს წავიდა ოპერაციული გზით გამოვასწოროთ პრობლემა. და თუ არ მივხედავთ, პრობლემები როდიდან ჩნდება და რა სახის? პრობლემები ჩნდება მას შემდეგ, რაც უკვე დეფორმაცია მიაღწევს უკვე რთულ ფორმას 45 გრადუსს და შემდგომ და თავისთავად მე მინდა ვთხოვ მშობლებს და უთხრათ, რომ არ აქვს მნიშვნელობა სად კურნალობენ. ყოველთვის გადააკონტროლეთ თქვენი ბავშვის ხერხემლის მდგომარეობა რენტგენოლოგიურად, იმიტომ რომ ეს არის უტყუარი სადიაგნოსტიკო საშუალება. რატომ? სუბუქი ხასიათის სკოლიოზი არ ეტყობა ბავშვი ვიზუალურად ბევრად. ამიტომ ეს მშობლები კარგავენ ძვირფას დროს და მოდიან საოპერაციოდ უკვე იმ გრადუსზე, როდესაც ჩვენ გვჭირდება საკმაოდ რადიკალური ქირურგია და შესაბამისად გართულებების რისკი ბევრად უფრო მაღალია და შედეგობრივად გასწორება ხერხემლის საკმაოდ რთულია. ამიტომ ამას აქვს ყველაფერს თავისი კანონზომიერება. გადააკონტროლოთ რენტგენოლოგიურად და თუ ნახავთ რომ სკოლიოზი მატულობს, გთხოვთ მიმართოთ სპეციალისტს. დიდი მადლობა. ძალიან მომწურავი საჭირო რეკომენდაციებისთვის პრინციპში ორ თემას შევეხეთ, უფრო სლადაც ბევრი რეკომენდაცია მივიღეთ. სტუმარს დავამშვიდობებით.